ჩვენ ბოლო პირი ყავს დღეს ახსნა განმარტებისთვის მოსაწვევი დღევანდელი სხდომის ფარგლებში. ეს გახლავთ ბატონი ლევან ტერაშვილი, რომელიც ამავე საქმეზე, ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე იქნა გასამართლებული. სამდივნოს ვთხოვ, რომ ის შემოაცილოს დარბაზში და დავიწყოთ მისი ახსნა განმარტების პროცესი. დღეს მძიმე სხდომა გამოგვივიდა, ჩვენ მოვისმინეთ ამირან ბუტარობაქიძის მკვლელობის საქმე, თუმცა დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ საქმეზე მოსმენები გაგრძელდეს, ვინაიდან დღეს მხოლოდ ორი პირის, მოკლულის დედის, ქალბატონი ამეტრეველის და ერთ-ერთი ოქროს მოწმის ჟურნალისტის ბატონი გოჩამოკბანიანის გამოკითხვა მოვასწარით მხოლოდ. ბატონი ლევან ტერაშვილი, ბატონ ლევან, გთხოვთ დაბრძანდეთ. ჩვენ ასეთი პროცედურა გვაქვს, რომ უნდა გაგაფრთხილოთ ჩემი ვალია განზრახ სრუჩვენებისთვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული ჩვენი კანონით, ასევე კითხვებზე უარისათვის და კითხვებზე თავის არიდებისთვისაც. ამ გაფრთხილების შესახებ, რომ თქვენთვის ცნობილია, გთხოვთ ეს დაადასტუროთ ხელმოწერით იმ დოკუმენტზე, რომელიც ამდივნომ მოგაწოდათ. მადლობა. ბატონო ლევან, თქვენ გასამართლებული იქენით, როგორც ბატონები ლერი ბერიტაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი და სხვები, ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე, რომ თითქოს და თქვენ მიზნად ისახავდით შეიარაღებულ გადატრიალებას იმ ავტომანქანებით, რომელსაც ზილი ჰქვია და მაინტერესებს პირველ რიგში იცნობდით თუ არა ყველა იმ პირს, ვისთანაც ერთად დაგაბრალეს, რომ აპირებდით სახელმწიფოს გადატრიალებას 2011 წელს. ყველას იცნობდით თუ არა და თქვენი ისტორია რომ შესახებ რომ მოგვითხროთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ყველა დიდ უმეტესობას ვიცნობდი პირადად, ვისთან ერთადაც ჩვენ ბრალიც აგვიყენეს, თუმცა ეს გავიგე მე ჩვენ პირველი ეტაპი დაჭერის იყო 19 რიცხვში, 2011 წლის 19 ივნის დაიჭირეს ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი, ერთი გორელი ბიჭი, გიორგი, დაიჭირეს კიდევ მეორე მეგობარი, რომელიც იყო წვევამდელად დასული, უბრალოდ რეზერვისტი იყო, ოფიციალურად რეზერვში იყო გაწვეული და იყო სენაკის ბაზაში და იქ დაიჭირეს დავით ჩიუკაშვილი. და მე ორი დღის მერე დამაკავეს მე და კიდე ჩემი ორი მეგობარი. ეტაპობრივად დაახლოებით ჩემს გარშემო, ჩემს ამ მეგობრებს სანათისაუში, შვილის ნათლიები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები არავინ აღარ დამიტოვეს. გარეთ 29 კაცი დამიჭირეს ჩემი სამეგობრო სანათისაუ. ახლა აი ჯანჯალაშვილი რო იყო თქვენ წინ, ამას თუ იცნობდით? ჯანჯალაშვილს არ ვიცნობ მე. ჯანჯალაშვილს არ ვიცნობ, ეს არც ვიცოდი თუ ჩვენ საქმეზე იყო დაკავებული, ეს ადამიანი. ეს გაიგეთ? დიახ. აჰა. ეს ადამიანი. მაგრამ ორივეს ერთად გბრალდებოდათ, რომ მიშა სააკაშვილის გადატრიალებას აპირებდით შეიარაღებით. კი ბატონო, ჩვენ ქონდა პირადად მე ორი მუხლით ვარ გასამართლებული, უკანონო იარაღის უკანონო შენახვა შეძენა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ასეთი მონახაზი ჰქონდათ მაშინ. ბუნებრივია ბრალი გვედებოდა ასე ვთქვათ ზილების რევოლუციის თემაში. მე პირდაპირ გადავალ, როგორც მინდოდა მე თქვა რამოდენიმე სიტყვა იმაზე, რომ ვინ ვარ, რას წარმოადგენს, საიდან მოვდივარ, ზოგადად პოლიტიკაში, საიდან წავედი და თუ ნებას მომცემთ, ვისაუბრეთ ამაზე სულ. დიახ, რა თქმა უნდა. არ დაგარჩევთ. გისმენთ. მე დავიბადე ქალაქ ცხინვალში 1976 წლის თებერვლის თვეში. იქ გავიზარდე 99 წლის მოვლენების მერე, მოგეხსენებათ ყველას ეს მოვლენები, იძულებულები გავხდით და წამოვედით მამაპაპისეული სოფელი მქონდა, სოფელი ზემო არწივი, ესეც ცხინვალის რაიონი იყო. რომელიც ასევე 2008 წლის მერე დავკარგე მიშას სააკაშვილის უგუნური ქმედებების გამო, როდესაც ან გააკეთა ის, რაც გააკეთა 2008 წელს. ორმაგი დევნილი ვარ, შეიძლება ითქვას, ჩემს საკუთარ სამშობლოში. 2001-ში დავამთავრე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტით ვიმუშავე ძალიან ბევრ წლებაში, საგამოძიებო სამხარეოდან დავიწყე, ვიმუშავე მთავარ პროკურატურაში, ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში და ბოლოს გამიშვა მიშამ დასასვენებლად ბრიტანეთის მერვე იზოლატორში, ამაზე მოგახსენებთ დეტალურად. 2007 წელს დავიწყე აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, როდესაც უკვე ნაციონალური მოძრაობის ქმედებები სააშკარაოზე გამოვიდა და გირგვლიანი საქმის მერე უფრო ნათელი გახდა რა კურსს ადგა ის რეჟიმი და ჩემი მეგობრებმა გადავწყვიტეთ და გავედით ოპოზიციაში, უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. გაერთიანებული ოპოზიციის საკითხი და თემა მოგეხსენებათ დიდი ალბათობით. პროსტად ყველას ვიცით, როდესაც 7 ნოემბრის მერე ვადაზიადრე შეიწყვიტა თითქოს და დემოკრატიის შეფარებული პრეზიდენტი ვადაზიადრე გადადგა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბოდიში და დაგვახია პირდაპირ საარჩევნო შედეგები და აბსოლუტურად ყველაფერი. მე ვიყავი მაშინ გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და საღამოს 8 საათზე საარჩევნო შტაბი ვის იქ რამდენიმე გაერთიანებული ოპოზიციიდან ვიყავი მხოლოდ მე. კი, გაერთიანებული ოპოზიციიდან ვიყავი, მაშინ ყველანი ვიყავით. ბატონი ლევან გაჩეჩილაძე როცა იყო საპრეზიდენტო კანდიდატი, იმ პერიოდს ხვები. ეხლა იქ რომ მანქანა წამართვეს ამ პერიოდში რომ არ მაძლევდნენ საშუალებას მუშაობის, ეს ცნობილი ფაქტებია და ამაზე გიორგი საგარეიშვილი სამაშინდელი პარლამენტის წევრი იყო და იქ ტრიბუნიდანაც ყოველ მეორე დღეს გიძახდა ჩემს სახელს. ყოველ მეორე დღეს, ოღონდ მართლა ყოველ მეორე დღეს დავყავდი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომ დაახლოებით 3-4 საათი დამეკარგა დღის განმავლობაში. საერთოდ არ გვაძლევს საშუალებას, ესეც არ იკმარეს და იქვე მაშინ დამაპატიმრეს ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კანონიერი თითქოს და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო ვიჯექი 2 კვირის განმავლობაში გორის დროებით მოსავსების იზოლატორი. თუ შეიძლება იმას ის ერქვას, იმიტომ რომ ის იყო რა ვიცი, მოკლედ ერთი პატარა ოთახი, სადაც სინათლის შუქი არ შემოდიოდა საერთოდ, სარდაფი იყო. აბსოლუტურად ყველა საპროტესტო აქციის არა მარტო მონაწილე, არამედ ორგანიზატორი ვიყავი 2011 წლის 21 ივნისამდე სანამ დამაპატიმრებდნენ. ჩვენ გვქონდა ოკუპირებული, ასე ვთქვათ, ჭალებში პრეზიდენტის რეზიდენციაში, როდესაც სააკაშვილს არ უშვებდით, მე ხელმძღვანელობდი უშუალოდ ამის ორგანიზებას ვაკეთებდი მე თვითონ. როდის იყო რომელი აქციების პერიოდია? ეს უკვე იყო საკნების ქალაქი თბილისში, საკნები როდესაც იყო, ის პერიოდია, თავისუფლების მოედანზეც ჰქონდა 21 საკანი და ზემოთ ვიყავით 13 საკანში და პლუს ჰქონდა კიდევ კარვები გაშლილი. რომ დამაპატიმრეს, ჩემი გამოშვებამდე 2 დღით ადრე დაარბიეს ეს საკნები და ბიჭები უმოწყალოდ სცემეს. და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მიშას შეყვანა რეზიდენციაში. ეს ამ მოვლენების მერე უკვე თითქმის ცოტა ჩანელდასავით რაღაც ოპოზიციური მუხტიც და საკნების თემა ვერ გაამართლა, ასე ვთქვათ, ვერ მივახციეთ საბოლოო შედეგს ბევრი მიზეზების გამო და შემდეგ უკვე 2010 წელს ქართული პარტია ჩამოყალიბდა, მოგეხსენებათ, ბატონი სუგარის თავმჯდომარეობით, სადაც ისევე აქტიურად ჩავერთე და რეგიონულ სამსახურს ხელმძღვანელობდი. საკმაოდ ბევრი აქცია, თავის კონფერენციები, სადამფუძნებლო, ბევრი გვაქვს ჩატარებული, ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ. არ ვაძლევდით მოსვენების საშუალებას. ბუნებრივია მაშინდელი რეჟიმს და საბოლოო ჯამში 2011 წლის 19 ივნისს დააპატიმრეს ჩემი ძმა, როგორც გითხარით უკვე. აქ თბილისში ოფისში, პარტიის ოფისიდან წაიყვანეს ღამე, ოღონდ იარაღი ჩაუდეს მამაჩემის სახლში გორში. რო შევიდნენ, მამაჩემს ეგონა, მე მიჭერთო და არა, ეს შენი არ არის, შენი შვილის არისო.
ну ეს იმ დღეს დაიჭირეს რაც მე გავიგე რაც მოვასწრეთ ინფორმაციასაც მოგეხსენებათ რომ არ გვაწვდიდნენ ხოლმე და ის შემთხვევაში ხალხის ძებნა გვიწევდა რამოდენიმე დღეს სად იყვნენ რომელ მოთავსების იზოლატორში სად იყვნენ რეალურად სად იმყოფებოდნენ მე შემეძლო ბუნებრივია ამ დაპატიმრების მერე მივმალულიყავი არანაირი პრობლემა არ მქონდა რეალურად ამ საკითხში თუმცა ბუნებრივია ერთი რომ ისეთ ბრძოლაში ვიყავით ჩვენ და მით უმეტეს მეგობრებს დაგიჭერენ რომლებიც ჩემ გვერდში იყვნენ და აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყვნენ იმ ბრალდებასთან რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ მე ვერ მიცემდი თავს მაგის უფლებას და საღამოს 21 რიცხვში საღამოს გამოვედი სახლიდან ეზოს გარეთ დამხვდა ორი ახალგაზრდა ბიჭი სახელით მომართეს მე მან არ გაიქცეო და რატომ უნდა გავიქცე მეთქი და გამოვყვევიო რა ბანკანაში ჩამისვეს და დაპატიმრებული ხარ რომ მითხეს გავიგე ხლა ისედაც სხვას არაფერს არ ველოდი მე მიშას რეჟიმისგან იმიტომ რომ ვერ მივცემდით იმის უფლებას ეკნა ყოველ შემთხვევაში ჩვენი შეძლებიდან გამომდინარე ეკნა ის ბოლომდე ქვეყანაში რასაც მისი რეჟიმი ჩადიოდა როდესაც ეს იყო Mercedes მარკის ავტომობილი იყო ტელეფონზე იყვნენ სულ ვიღაცასთან კონტაქტზე დროზე და მოვიდა დაახლოებით 20 წუთში მოვიდა ჯიპის მარკის ავტომობილი სპეცრაზმით უკვე იმათმა მე რაღაც ბორკილები დამადეს და კიდევ დაახლოებით 20 წუთი დავყავით უბანში ოღონდ გვერდზე ვიდექით კიდე რაღაც ელოდებოდნენ ბოლოს გამომიყვანეს ამ ჯიპით მოვიდა ერთი ოპელის მარკის ავტომობილი შინდისფერი ოპელის და რომ გადმოუსვეს ამ ჯიპიდან ნიღბიანებმა ოპელის მარკის ავტომობილი ძღოლმა გააღო უკანაკარები და აქ დაჯექიოდა უკანაკარები რომ გააღო იქიდა ავტომატი და ავტომატი რომელიც ჩამიდეს ბუნებრივია მაგრამ ეს ავტომატი მინდა გამომახვირო ყურადღება რომ დავინახე და აქ არაო და მე მეორე მხრიდან მომატარა და ეს ავტომატი იყო ნივთი მტკიცება უკვე არსებული ნივთი მტკიცება იყო იმიტომ რომ ის მე საგამოძიებო სამსახურში ვარ ნამუშევარი და ვიცი როგორ ვახვევდით როგორ ვინახავდით და ცელოფანში გახვეული იყო უბრალოდ ეს ბირკა იყო მოგლეჯილი და უცბად შეფუთული შენახული დალუქული ნივთი მტკიცება იყო მოტანილი ხელმეორე თავი ალბათ მე მეშვიდეთი თუ მერვეთი გამოიყენეს ვინ იცის ახლა რამდენი გამოყენება იყო ამ ავტომატის ეს იყო და ეს ჩამიდეს არ ვიცი მეტი ფანტაზია არ ეყოთ და მაინდა-მაინც აბაზანაში ჩამიდეს და აბაზანაში რო ეს ის არის რაღაცა სარეცხის ხაბები რო პლასმასის იქ ჩადეს და ჩანდა და მე ვთხარი სადმე მაინც დამალე ეგეთი შტერს ვგევარ მე ვთხარი ხლა ავტომატი შაქ შევინახო და თან ჩანდეს მე ვთხარი და ვინ ეძებს მაგას ვინ კითხულობს და არ აინტერესებდათ აბსოლუტურად არაფერი გამიჩხრიკეს სახლი ნუ ბუნებრივია ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს და მე ბრალდებაში ვკითხულობ რომ ანუ მიმიყვანეს ერთი რაღაც მინდა კიდე აღვნიშნო რომ მიმიყვანეს მოდულის შენობაში წამიყვანეს ამ სპეცსაზმის ჯიპით და რაღაც და დაახლოებით რამოდენიმეჯერ ამატარებენ ამ კიბეზე ჩამომატარებელი კიდევ მომატარებელები 4-5-ჯერ გადაიღეს და რა გინდათ მე ვთხარი რას დამატარებდა თვალებში ნუ გიყურებო კამერას რო თვალებში ნუ გიყურებ რა აბა სად გავიყედო ანუ უნდათ რომ აი დაბეჭავებული გამოჩენილიყავი რა თითქოს ბუნებრივია უფრო კარგად შევხედე თვალებში და შემიყვანეს მეორე დღეს გამომიყვანეს და ხელახლა გადაიღეს ეს ოღონდ სპეცრაზმელები ჩაანაცვლეს შავ კოსტუმიანი ხალხით და კიდე ისევ რაღაც ფილმებს გავდნენ მოდულის შენობაში მართლა ბრალის დაყენების გარდა ჩემთვის აბსოლუტურად ზედმეტი არავის არ ვთქვია რა მაგრამ კარგად მომზადებულან როგორც ჩანს როცა გლდანში ამოვჭდი აი გლდანი მერვე საფრობილეში გადამიყვანეს 3 დღეში სადაც ვიყავი არ ვიცი დაახლოებით ალბათ 2 კვადრატული მეტრი ნუ არ ამგონია რომ ყოფილიყო რა ისეთი კამერა იყო საკანი რომელიც იყო აბსოლუტურად დაბლა ბეტონი იყო და მე სახში შემიყვანეს მე კამარით მოვიხსენი ისეთ უფლები ჩავიცი რომ შნუროკები არ ქონიყო ეგეთ წოდებული თასმები და ვიცოდი რომ არ შეიძლებოდა ამის და ჩავიცი ესეთი ფეხსაცმელი და ამ საკანში ვიყავი ვიცოდი რომ და აღარ დაასრულეთ და ანუ რატომ ვიცოდი რომ აღარ გამომიშვებდნენ და მე ის კი არა რომ არ მომختارიყო 2012 წელი
ბუნებრივია რომ ჩვენ იქიდან ცოცხალს არავინ არ გამოგვიშვებდა იქ ისეთ პირობებში და რაღაცა მოუყვები ახლა რაც იყო რეალურად საკანში იმიტომ ახსენე ეს თასმების გარეშე ფეხდაცმელი რომ საკმაოდ დიდი ხანი დავყავი ამ საკანში ეს იყო სამარტო საკანში იყო საკანი სადაც შეიძლება გააჩერო პატიმარი დაახლოებით 1 საათი სანამ გააფორმებ და მე უნდა გადაიყვანო ან каранტინში ან დიდი ფუქსი ასე ეგრეთ წოდებული რუძლის ქვეშ ვიდებდი ხოლმე ამ ფეხსაცმელს ვიხდიდი ჩემი სიმაღლე 1.70 ვარ და მე მთლიანად ვერ ვიშლებოდი იატაკზე რო ვიწექი ვერ ვეტეოდი მოგონული ვიყავი ხელა პატარა საკანი იყო და რუძლის ქვეშ ვიდებდი მე თქი არ გამიცივდეს მაინც არ დავავანტყოფდე იმიტომ რომ დიდი ხანი გამაჩერეს 7 დღის განმავლობაში შეიძლება ეს ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს მაგრამ ამის მომსწრე ექიმია რომელიც იქ თავზე მანდ მე წყალი არ დამალეინე საერთოდ საჭმელზე ლაპარაკიზებდი მეტია ტანის ამოსზე ლაპარაკიზებდი მეტია ადვოკატი რა მე აი ჩემს არაფერი არ არსებობდა რა ხო და ამ 7 დღის განმავლობაში ყოველ დღე ჩამოდიოდნენ ნუ ეს დაკითხვები ყოველ ღამის გაყვანები ადმინისტრაციის შენობაში უკვე სიავლის თავიც აღარ მქონდა ნერვიულობა ცალკე ასე შემდეგ ყოველ საღამოს ჩამოდიოდა ოლეგი ფაცაცია და გოგა ბუთლიაშვილი და ხან ნასმები იყვნენ ხან რაღაც გინება შეურაცხყოფა და ეკრანი არ ჩაგერთო ჯერო ვერ გავიგე მაგრამ რა ვიცი სანამ ეკრანამდე მივად ხა მე მოსმენილი მაქვს თან ალბათ არაერთხელ მაქვს და შეიძლება მეც არასწორად მახსოვს რაღაცები მანამდე სანამ ეს მოხდებოდა სანამ აი არ გაშიმშილებდნენ 7 დღის განმავლობაში უწყლოდ თან ფიზიკური ძალადობაში ცემას ჰქონდა ადგილი კი როგორ არ ქონდა არ მოგიყოლიათ და იმიტომ ეგ ყოველდღიური ასე რომ მივყვეთ რა რაღაცა კი ბატონო როგორც კი განში გადავიყვანეს პირველი ბუნებრივია იყო ყოველდღიური ცემა იყო იმიტომ დაკითხვებზეც გავდიოდით ყოველდღიურად იყო ნუ გარდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა ბუნებრივია ფიზიკური ზეწოლა და უმოწყალო ცემა იმიტომ რომ იქ მე არ ვიცი რამდენად მართალია ეს თუმცა პატიმრებში დადიოდა ესეთი ხმები რომ ტესტირება რომ ჩაუტარებიათ თანამშრომლების ახალაიას ჩაუტარებიათ ტესტირება და ვინც ვერ ჩააბარა ისინი აიყვანაო თანამშრომლებად რა არა იყვნენ იქ ისეთი ბადრაგები ისეთი ხალხი წერა კითხვაზე დემას ლაპარაკები საკუთარ დედას სცემდა რო ებძანა იქ მეთავს აი ისეთი ტიპები იყვნენ ხო ატყობდა ადამიანებს ფსიქოლოგიურად ყოველ დღე იყო ბუნებრივია ყოველ ღამე გავყავდი თითქმის ადმინისტრაციის შენობაში ხან გამომძებელი ხან პროკურორი შემოდიოდა პროკურორი შოთაშორის მინდა ვახსენო და სახელი და გვარი ვთქვა ჯაბა გურგენიძე რომელიც დღესაც მუშაობს თავარ პროკურატურაში როგორც ვიცი რომელიც აქტიურობდა ძალიან და აქტიურად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ჩემზე რომ ერთხელ ისიც კი მითხრა რომ შენო ყველაზე ცოტას მოგისჯითო როგორი ბიჭი გამოხვალ მე შენ ძმაკაცებში და შენ მეგობრებშიო რა უნებრივია მიიღო იმან პასუხი და ჩემ მეგობრებმა თუ იმდენი არ იციან მე ვინ ვარ მათთვის მე ვთხარი შენი გადასაწყვეტი ნამდვილი არ იქნება მაგრამ ეს ფაქტი იყო და ხშირად შემოდიოდა და თვითონაც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ყველანაირ ზეწოლაში აბსოლუტურად ყოველდღიური ცემა იყო ნამდვილად იმასთან ერთად რომ არც საჭმელი შემოქონდა არც სასმელი და ტანის ამოსელი და ასე შემდეგ ადვოკატზე იმ 2 კვირის განმავლობაში რაც მე ფუქში დავყავი არ ყოფილა აბსოლუტურად არავინ არ მინახე არავინ არც ვიცოდი მე გარეთ ახდებოდა გარეთ არ იცოდნენ ჩემებმა ცოცხალი ვიყავი და არ ვიყავი ერთადერთი რაც ვთხოვე იმ ექიმს მე უკვე აი ამ ეკრანის ჩართვას მოგახსენებთ რაც იყო რომ ჩემი ძმის ამბავი მაინტერესებდა და ეთქობა შევეწოდე უკვე რომ 7 დღის განმავლობაში მოკლედ რომ წყალს არ ვსვავდი ეს ეკრანის ჩართვა ყოველდღიურად ხდებოდა ჩამოდიოდნენ თან ხო იცოდნენ ნერვიულობდი და ეკრანი არ ჩაგერთო და მართლა ჩამერთო ეს ეკრანი ეკრანის ჩართვა ყოფილა ის რომ მე ნაცრისფერ კედლებზე დავინახე ჰალუცინაციები უკვე რაღაცებს ხედავდი მულტიმების სახით რა და დავკარგე გონება იმიტომ რომ მახსოვს უწყლობისგან კი გაუწყლობისგან დამემართა ეგ დავკარგე გონება და ეს ექიმი თემო ერქვა გვარი მიწერია სადღაც გეტყვით რომ მაგის ყვირილზე გავახილე თვალი და მოვედი აზრზე რომ ჩქარა წყალი და კარგად მახსოვს ნაბეღლავის მწვანე ბოთლები რო 1 ლიტრიანით მოიტანა წყალი და არ მომეშო სანამ ბოლომდე არ დამალეინა და მე კიდე მოატაინა ბადრაკს მეორე ბოთლი და ის დამიდო და მაშინ მითხრა რომ გეშინიო შენი ძმა უკეთეს მდგომარეობაშიო ვიდრე შენ რა მით დამამშვიდა რა
ეს იყო ეს სიტუაციები კიდევ ერთხელ ჩავარევი სანუ დასცინოდენ ამაზე და ეს რო არ იყო ერთჯერადი შემთხვევა უთხრეს რომ პირველ ადგილზე გახვედიო იმიტომ რომ შენამდე ერთმა გაძლო კიდევ 6 დღე ანუ მუდმივად ჰქონდა და ვინამდეს გაძლევდა გონების დაკარგვის მერე აძლევდნენ უკვე წყალს და 6 დღე 7 დღე გურჩიანი იყო თუ სწორად მახსოვს პატიმარი გურჩიანი რომელზეც მითხრეს რომ ის იმის რეკორდიც კი მოხსენიო რა ზოგადად ამ ფუქში ვიყავი 15 დღე და ღამე არ გავყავდი არსად არ ამიყვანეს დიდ საკანში და 15 დღე და ღამის განმავლობაში ყველაზე უბედურება და ყველაზე დიდი სატანჯველი იყო ის რომ მე ჩემი თვალებით უყურებდი ყოველ დღე როგორ აწამებდნენ ხალხს ყველაზე რთული ესეთანი ის იყო იმაზე მეტად რთული ვიდრე შენ საკუთარ შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და ცემენ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით როგორ უყურებ ადამიანს როგორ აწამებენ შენ თვალწინ ბატონო ლევან სანამ იმაზე მოგვაწოდებთ ინფორმაციას რას ნიშნავს წამებას გაყურებინებენ სხვისას თვითონ ეს საკანი რომ უკეთესად აღწეროთ სიმაღლეში და სიგანეში რამდენი იყო მაშინ მე როგორც გავზომე იმას გეტყვით დიახ ბოდიშს მოხდით რა თქმა უნდა 39 ზომა მაქვს ფეხის ზომა დიახ და 5 ტუფლი მეტეოდა ესე მიდებით გაზომაზე სიგრძეში და 3 სიგანეში გასაგებია სიმაღლეში მაქსიმუმ ალბათ მეტრა 20-30 სიგრძეში და სადღაც 70 სიგანეში და სიმაღლეში ნორმალური იყო ალბათ 2 მეტრზე ანუ ფეხზე თუ იდგებოდი კი ფეხზე ვიდექი ერთი ვარიანტი ეს იყო ან და თუ რამდენიმედ მოიკეცებოდი ნუ დიდი კონსტრუქციის ადამიანი კი ბატონო ფეხზე დგომით ვეტევოდი იმიტომ რომ აქ გაატარეთ 15 დღე და ღამე ვიყავი მალტ ძილით ახერხებდით ძილს არა ძილს ვერ დაიძინე საერთოდ ვერ დაიძინე იმიტომ რომ სულ იყო მუდმივი შესვლა გამოსვლა პატიმრების შემოყვანა წამება იქ იყო ესეთი წინ იყო დაახლოებით 1-2 კვადრატული მეტრის მაგი და რაზეც გამოქონდათ პატარა ნაცისფერი კამერა მარკას ვერ ხედავდი და მდებდნენ ამ კამერას რომ უღებდნენ აი სადაც კადრები გამოვიდა უღებდნენ ამას მე ჩემი თვალით უყურებდი ეს კარი საკნის კარი იყო ჩაოლებრივი რკინის აი რეშოტკებს რო ეძახთ ესეთი ანუ არ იყო დახურული ანუ თქვენ ყველაფერს ხედავდით რა ხდებოდა გარეთ აი ეს რო გითხრათ რა შეგენებულად ყავდი მაგის მან რომ ეს ამისთვის მეც კი რა სამი ცვლა იყო ну ყველა ცვლა აკეთებდა იმას რაც ხდებოდა ყველა ცვლა იღებდა ამ წამებაში მონაწილეობას არა ჰქონდა რანაირი მნიშვნელობა მოხუცი იყო ახალგაზრდა იყო რა მუხლით იყო დაჭერილი ავარია შემთხვევითობა მოუვიდა ძალადობრივი მუხლით იყო აბსოლუტურად ყველა სცემდნენ შემოსვლა და იქ არ სახეს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ ჯერ პირველი წებოდა ცემით ამას უყურე როგორია ახლა ხო ამდენი ხნის განმავლობაში უკვე ჭკუაზე ვერ ვიყავი კაცი ერთხელ მიაბეს ადამიანი მან თურმე არ ვიცი მე რამდენად მართალია ოღონდ საგიჟეთი ყოფილა თავის დროზე თუ რაღაც მაღაზია იყო გათვლილი შენობა და ადამიანი ბოდიში და გააფრინა რა იქ ამ ცემით ამ ყველაფრის ცქერით იმით და მოიტანეს რაღაცა სქელი ესეთი ქუდი აი ჩაფხუტები როა ოღონდ სქელი რეზინი იყო იმიტომ რომ თავს ეს გამორბოდა და თავით ეჯახებოდა ხოლმე იმდენად ისე გაამწარეს რომ გამორბოდა და კიდევ თავით ეჯახებოდა თავის მოკლასცადა რა იმის მაგივრად ვეხოცებოდი ხალხურ ექიმი მაინც მოუყანეთ მითხარი რაღაცა ქენიდან რაღაც ამალი დაალეინეთ იგდება ყურს და იმის მაგივრად ვეშველათ ეს ადამიანი ეგეთივე საკანი იყო ჩემს წინ და ზედმიაბეს კარებს ხელბორკილებით დააბეს და 24 საათი იყო ადამიანი ეგრე მიბმული და თავზე ეს ჩაფხუტი ჩამოაფარეს, კიდე თავი არ დაიზიანოს არ მოიგეს და ესე გადაობდნენ ბოდიში და ერთობოდნენ რა. უამრავ რამ ეგეთ რამეს უყურე 15 დღე და ღამის განმავლობაში პირადად მე. მე 15 დღეს მე როგორც იქნა, რავი, მიიღეს გადაწყვეტილება ალბათ და ამიყვანეს. ხოდი ეს 15 დღე იატაკი, ბეტონის იატაკის გარდა დასაწოლი არაფერი. არა, არაფერი. ერთადერთი არა დასაჯდომია აბსოლუტურად. ჩვეულებრივი მოზაიკის ფილები რო ეძახით. აი ეს ფილები იყო დაგებული, ბეტონი იყო ცარიელი. ბოდიში 15 დღის განმავლობაში თქვენ ყოველ დღე ხედავდით ამ ყოველ დღე იყო. დღე და ღამე იყო ეს ყოველ დღე.
ეს იყო დღე და ღამე. დღეში რამდენიმე ადამიანი გრძელდებოდა დღე და ღამე და ამას გაყურებინებდნენ სხვები. ვერსად უნდა შევტრიალებულიყო იმაში კედელისთვის უნდა მეცქისა. სხვა გზა არ იყო. ეს ამას ხედავდი შეგინებულად ყავდი იქ, თორე იქ ადგილების მეტი რა იყო, დაბლაც იყო, კამერები, ფუქსები და უამრავი ადგილი იყო, სადაც შეიძლება და განთავსებულიყო, მაგრამ შეგინებულად, იმიტომ რომ კიდევ მეორე ურთულესია ამის ქერა ეს თქვენი აზრით იმ ასე ვთქვათ, კამერით იღებდნენო. დიახ. რა შეჭirdებოდათ ეს? ტერორისტების შემთხვევაში ვიცით როგორც არის ხოლმე და მაგათ რა შეჭirdებოდა თქვენი ვარაუდი როგორი არის? მადლობა. ვარაუდსაც გეტყვით და მეცაც გეტყვით ახლა მე რო ჩამოვთვალე, სად მიმუშავია თვითონ არ ყოფილი ვარ, იქ სადაც მიმუშავე, ისე და ვიცი ინფორმაციებიც რომ ახალაიაც მიშა სააკაშვილის და მთელი ეგ ბოდიში და თქვენთან ბოდიში და ეგ ხროვა ავალებდა რომ ენახათ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა ის თუ არა, რასაც ეგენი ავალებდნენ რა რომ ეცემათ პატიმრები დაეშინათ და გაინადგურებინათ ქართველიერი და შიშით დაენერგათ. ამის ფაქტები ხო ხა მოყოლაზე ვის დაუჯერებდნენ ხა ბედუკაძეს დაუჯერებდნენ, არ დაუჯერებდნენ. ბედუკაძე მე მცა პატივი, თუ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, პირდაპირ ვიტყვი, ეგეთი რამე არ როგორ გაბედა იქ. და ვიტყვი რაც გააკეთა, თუმცა თვითონაც იღებდა ეგ კაცი მონაწილეობას იმ სიბინძურეში, მე ჩემი თვალით ვგანახი. თუმცა ჩემს მიმართ რა ვიცი. მოდიოდა ხოლმე და მეუნეოდა რომ აი რომ გაგიშვათ ახლა აი რა სიზაო ნუ რაღაცა ყავა ხوار მოგიტანო ხა ყავას გამოვდავლებდი მე ხა ბედუკაძის ხელით ხო და ნუ სიგარეტი მომაწეინა ერთხელ მე ნუ აი ხშირი იყო ეს საუბრები თან მე ყოველ მესამე წლაში იყო ხოლმე ეგ და მითხარი პირდაპირ ვთხარი იგივეს გავაკეთებ რაც ვაკეთებდი და მიშა სააკაშვილს და პოკერიას მე ვთხარი მე ჩემ ქვეყანას არ დავუთმობ მეთქი რა რაღაცა რავი ესე შემოვიდა ნდობაში თუ არ ვიცი რა ქონდა განზრახული მე ადამიანს ვერ ვიტყვი მაგრამ კიდევ მეორე ჩემს მიმართაც შეიძლება იმას სიმართლეს ვამბობ შემიძლია ხატზე დავიფიცო და ეგ კაციც იღებდა იმ წამებებში მონაწილეობას კარგად ვერ გავიგე რას უმადრით ბედუკაძეს რას უმადლი გეტყვით დიახ მოკლედ შემაწუხა რო იტყვიან რა გაგიკეთო რა რაღაცა მინდა გაგიკეთო იცნობდით არა იქ გაიცანით იქ გავიცანი კი და იმან ხო იცოდა ვინ ვიყავით რაზე ვიყავით და შეიძლება და ასე შემდეგ ბუშლატას მოგცემო მითხრა ჯერ დაიფინირო რა დაბლოციო მე ვთხარი მე არ მინდა მეთქი და ჩემ ბიჭებს მიეცი მეთქი და მართლა მიუცია მე ერთი ღამე მე არ მინდა ვთხარი მისცა იქ ჩემი მეგობრები ვინც იყვნენ დაჭერილი მე გავიგე ბუნებრივია და შენ რა გინდაო და რავი ხო თქვა ცოტა მერიდება მაგრამ 15 დღე და ღამე მანდ და 3 დღე და ღამე მოდულში 18 დღის განმავლობაში მე წყალი არ მინახე რომ პირი დამებანა რა რას გავდი ეგეც არ ვიცოდი სარკეზე ხო ლაპარაკი ზედმედია და გეხუწები მე ვთქვი თუ შეგიძლია მეთქი დაბლა ქვემოთ სადაც მე ვიყავი პირველ სართულზე სარდაფში იყო დიდი ოთახები სადაც სასამართლომდე წასაყვანი ხალხი ყავდათ ხოლმე რა იქ იყო საპირფარეშო და საპირფარეშოს გარეთ იყო წყალი და მე ვთხარი რაღაცას მოვახერხებ რა იქ ჩამიყვანე მეთქი და მართლაც ღამის 4 საათზე ჩამიყვანა იქ ჩამკეტეს ერთი ბოთლი დამხვდა და ისეთი შხაპი მივიღე რომ არავის არ დამავიზდება ცხოვრებაში ისეთი გემრიელი იყო ჩემთვის ის შხაპი 18 დღე და ღამის განმავლობაში დღემდე თქვენ ბედუკაც მე ჯერ როგორ გაბედა ეგ და ნუ ჩემთვის ეგ იყო ეხა იქ ამერწმუნეთ კარბონთია ჟანგიანი მოღუნული რუსმანი რო გაჩუქოს პატიმარმა ჩათვალეთ მაიბახი გაჩუქა ეგეთი ის იყო იმ დროს მithumetes მაგრამ ხაზგასმას ეს საჭიროებს რომ ადამიანი რომელიც ასეთ უბედურებაში იმყოფებოდა სხვას არ უკარგავს სიკეთეს მე ვამბობ სიმართლეს მე რაც გამიგეთა ეს სიმართლეა და ის რომ ის თვითონაც იღებდა ადამიანების ცემაში მონაწილეობას ესეც სიმართლეა მე საკუთარი თვალებით მაქვს ეს ნახი სვის მონაყოლს არ ყვები კი ბატონო ინარჩუნებთ მაინც ყველაფრის მიუხედავად ადამიანისადმი რწმენას და ობიექტურობას ბუნებრივია იმიტომ რომ მაგათ ღმერთმა დამიფაროს მაგათ დავემკვანო გასაგებია კითხვები ბატონი ალუ და ბატონი ილია თქვენგან რას მოითხოვდნენ აი სხვა ანალოგიური ასე ვთქვათ საქმე კი ბატონო მოვისმინეთ იქ იყო კონკრეტული მოთხოვნები ძირითადად ეს პოლიტიკურ შეხედულებებს გამახსენდა ადამიანს არ ქონდა თავისუფლად
თავის თავში უბრალოდ ხმამაღლაც რომ ეთქვა ალბათ პოლიტიკური შეხედულება აი ამ ასე ვთქვათ ცდომების შედეგად გამოიკვეთა რომ ამის უფლებას წართმეული ჰქონდა არამც თუ ის რომ ხმამაღლა რაიმე ეთქვა მაგალითად აი გამოსულიყო და პლაკატით სადმე თუნდაც თავის სახლის წინ ეთქვა არამც და არამც აი ამ პარლამენტის წინ და მით უფრო სხვა რაღაცეები რომ აიგეთებინა გაეპროტესტებინა და თქვენგან რა სიტყვოდენ კონკრეტულად იცით როგორი სიტუაცია ნუ ეხლა ეს შეთხზული ბრალდება იყო ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენ პირადად მე და ჩემი სამეგობრო ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში მართლა არ ვაძლევდით სააკაშვილის და მის ხელისუფლებას იმის საშუალებას რომ თავისუფლად ყოველ შემთხვევაში ეკეთებინა და დამალული ყოფილიყო ისაც აკეთებდა ჩვენ არ გვეშინოდა გადადებული ქონდა აბსოლუტურად ყველაფერი ოჯახები ქონდა გაწირული ოჯახები გავწირეთ ჩვენ ძალიან ბევრმა ადამიანმა და მადლობა ღმერთს ესეთ ხალხი არსებობს ჩვენ ქვეყანაში ვერ დაგვაშინეს, ვერ მოგვისყიდეს. მე მქონდა შემოთავაზებები ფულის, შემოთავაზებები გორშია იმ შტაბის ხელმძღვანელობიდან დაწყებული. პირადად ვიცნობ, ვანო ვერაბიშვილს, ზურადეიშვილს, მიშა სააკაშვილს. და მთელ სულ ყველას პირადად ვიცნობ. 2003-ში სამწუხაროდ ძალიან დიდი წვლილი მივიღე მათ მოყვანაში, ასე ვთქვათ. მაქვს მიღებული მონაწილეობა. და მე ბოლოს აი ესეთი სიტუაციები, მაგრამ უკვე რომ გადავიდნენ ზღვარს ბუნებრივია ჩვენ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაც იმიტომ არ მოგწონდა რომ ხედავდით რაც ხდებოდა ქვეყანაში ამათაც რაც დაიწყეს და რომ დაიწყეს ჩაგვრა და გადაკეთება და არავის აზრს აღარ უსმენდნენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წავედით ოპოზიციაში რომ ვერ მიაღწიეს საწადელ შედეგს ვერც მომისყიდეს ვერც დაჭერით ერთხელ დამიჭირეს არც ერთი ნათესავი არც ერთი ძმაკაცი არც ერთი მეგობარი სამსახურში არ დამიტოვეს აბსოლუტურად კაცი არ მუშაობდა მე თვითონ ვერ იდებოდი ჩემს ახლობლებს რომ მივსულიყავი გამარჯობა მეთქვა ისეთი რაღაცა ისეთი ის იყო ერთი კაცი არ დამიტოვეს სამსახურში სახელმწიფო სამსახურში და მე ერთი კაცი არ დამიტოვეს პერიოდში შემოტანი რო ქონიყო ვიღაცას რომ შემოიტანა საკრძალი სულ ადამიანის ჩემი სამეგობრო ვინც კი ვიყავით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ საქმის მასალებს მოგახსენებთ 2 წუთში რომ საქმეში უდევთ ესეთი რაღაც რომ თითქოს ჩემი დავალებით ჩემი ძმა და ჩემი მეგობარი მარხავდნენ იარაღს და ჩვენ დაგვაკავეს ერთი თვის მერე ვეუბნებოდი პროკურორს შედალოცულიშვილო სად ხდებოდა სად მარხავდნენ ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ბუფერო ზონაში ეგრეთ წოდებულ ბუფერო ზონაში თვითონ ამოთხარეს ორმო და იყო ეს ორმო იყო დაახლოებით 50 სანტიმეტრის რადიუსის და სადღაც 60-70 სანტიმეტრის სიღრმის საქმის მასალებში რომ ჩაიხედოთ რაც მე იარაღი მიპოვეს ერთი ზილი ნამდვილად უნდა რომ ის იარაღი დაიტვირთოს ერთ თვეში დაგვიჭირეს რომელიც თითქოს ამ ორმოდან ამოიღეს ხო კი ბუნებრივია თითქოს ამ ორმოდან ამოიღეს იმიტომ რომ მაგრამ თან ის არის თავარი მანდრო ერთი თვის მერე რომ მაკავებ მე ვთხარი პროკურორს ომიჯერ ოქროს ხო არ მომარხავდი შედალოცულო მე ვთხარ თან ჩვენებებია პოლიციელები გვიყურებდნენ ამას გვიყურებდნენ როგორ მარხავდი იარაღს და დამიჭირეს ერთ თვის მერე იქნება მე ვთხარი იმავე ღამეს ვიღებდი ამ იარაღს და სოფელი უნდა მეხოცოთ ხო ხარ თანამონაწილე მე ვთხარი მაგრამ არავის არ აინტერესებდა რეალურად ეს ზილის ბრალდებაზე რაც შეეხება 200 კაცი უწერიათ ეს ხო საჯარო თემა მის ამოღება შეუძლია ნებისმიერ 200 ადამიანი მე ვთხარი ზილი იყო თუ მატარებელი იყო როგორ უნდა შემომიყვანა მე ვთხარი 200 კაცი შემოყვა და მე ზილით რუსეთის ტერიტორიიდან და სახელმწიფო გადატრიალება უნდა მომეხდინა აუ შენო ხელი მოგვიწერეო აი ესე მითხეს პირდაპირ და თვითონაც რომ დაიღალნენ უკვე რომ არაფერი შენო ხელი მოგვიწერეო და ვინ კითხულობს მაგასო 200 წერია თუ 20 არ აინტერესებდათ რომ დამაპატიმრეს უკვე ეს ბრალდებით ამ ბრალდებით სამ ადამიანზე მთხოვდნენ ჩვენების მიცემას ეს იყო ზურაგი გუაშვილი ეს იყო ბატონი სოზარ სუბარი და ეს იყო მართლმაცხონოს ეროსი კიჭვარიშვილი აი ამ ადამიანებზე მეუნეოდნენ რომ ნუ რავი რამენაერად ვერ მიიღეს ჩემი ხელმოწერა ვერც ერთის წინააღმდეგ რომ სნობზე მეუნეოდნენ ამას შავი ფული შემოვაქ ამას ეს იარაღის თემას აგვარებს თქვენ აგვარებთ ამას და ჩვენებას თხოვდნენ აი ამ სამ ადამიანზე მაგიტო იყო ეს ყველაფერი რაც იყო ის ყოველდღიური ზეწოლა გამომძიებლებით უკვე ისეთ დონეზე მიდიოდნენ თვითონ აი ღამე ხოლმე დაკითხვებზე რომ მე მაინც ადამიანურად ვიტოვებდი იმას რომ თვითონაც კი ვეწოდებოდი ხოლმე რა ვერ ვატყობდი რა ზოგი ახალგაზრდა ბიჭი იყო ხოლმე ისეთი რომ აი თვალს არიდებდა ვერ მიყურებდა რა რასაც იქ ჩადიოდნენ ადმინისტრაციის შენობაში ამ დაკითხვების დროს
ზურა გიგუაშვილი ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის და იქნებ განმარტოთ. ზურა გიგუაშვილი არის ირაკლი ოქროაშვილის დედის ძმა, ბიძა. ეს მაშინ ჩვენთან იყო პარტიაში, ერთად მოძრაობდით სულ და აი ამ ადამიანზე იყო მოთხოვნა. ეს სამი ადამიანი ოდიში ზურა გიგუაშვილთან დაკავშირებით ერთი ისტორია უნდა მოუყვე. როდესაც ირაკლი ოქროაშვილი წავიდა ოპოზიციაში, პირდაპირ ვანომერაბიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ დარჩები ჩვენთან და შენ იქნები გუნდის წევრი. მან თქვა, რომ ეხლა ჩემი დიშვილი წავიდა, მე აქ ვერ დავრჩები. ამის შემდეგ ეს ადამიანი მოიტაცეს, გაიყვანეს კახეთის გზაზე, სადღაც აი ლილოსიქით. სასიკვდილოდ სცემეს, ისე რომ განძრევის თავი არ ჰქონდა და დააგდეს მინდორში, ეგონათ რომ თავარაუდოდ გარდაიცვლებოდა აზერბაიჯანელი მწყემსი, რომელიც სხვას აძოვებდა, შემთხვევით წააწყდა და აი ესე შემთხვევით გადაარჩა ადამიანი სიკვდილს. მე გავიგე ეგ ამბები, ბატონო სუზარ, როდესაც უკვე საკანში, ანუ მე-15 დღეს გამომიყვანეს საკინდან, ჩამიყვანეს სარდაფში, იქ სადაც უკვე სასამართლოში გასაყვანი დიდი ადგილი იყო. კამერებიც არ იყო იმაში კორიდორში და იქ სახეზე ვისაც ვიცნობდი ესე და ვინც ვიცოდი სახელები და გვარებით ეს იყო მუხაძე, მაშინდელი დირექტორი დაწესებულების ვიქტორ ხაჭი. მონაწილეობდა უშუალოდ ცემაში? არა, მაგას ჩემთვის ხელი არ დაურტყია. მაგრამ იქ იყო როცა იქ იყო, კი, რა თქმა უნდა, იქ იყო. ვიქტორ ყაჭიაშვილი, ვინც ვიცი, სახელი და გვარით ოლეგი ფაცაცია იყო. იყო ალექსანდრე ჯანჯღავა, მაშინ მოადგილე იყო დაწესებულების, მერვე დაწესებულების დირექტორის მოადგილე იყო და გოგა ბუთლიაშვილი. მარტო ვიყავი, სხვა პატრონები არავინ არ იყო, ეს იყვნენ დაახლოებით, ესენი ვინც ვიცი სახელები და გვარებით და იყო დაახლოებით 12 კაცი ალბათ ჯამში. მე მარტო ვიყავი, ნუ იქ ცალკე დაკითხვა ამათ მომიწყეს, ნუ შეურაცხყოფები ის და ეს ვდგარ და ნახე რა თვალებით ვიყურებსო და რო დამაყარეს უკვე აღარაფერი მახსოვს მე პირველი დამარტყა ალექსანდრე ჯანჯღავამ და გოგა ბუთლიაშვილმა. გოგა ბუთლიაშვილმა ჩამარტყა აქ ხელკეტის ტარი, რომელიც ფრუნყარია და ეს ძვალი მაგ გატეხილი. და არ მახსოვს ეგ პერიოდი უკვე რა, მე რა მოხდა უკვე რამდენი ხანში მოვედი აზზე, მარტო ვიყავი, სხვა პატიმრები ჯერ არ ყავდა გამოყვანილი. და აი ამ დღეს ამიყვანეს საკანში. სადაც დამხვდა ბიჭები, ხებუნებრივია, იყვნენ იქ 6 კაციან საკანში ამიყვანეს, ნომერი მე-60 საკანში გავატარე მთელი წელიწადი და 5 თვე, ცოტა მეტიც, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა და მე ბოლოს გადაგვიყვანეს მატროსოვზე, ეგრეთ წოდებულ მატროსოვზე, სადაც ჰაერი ჩავღლავეთ. განჩენი წელიწადი და 5 თვე ვიყავი ერთ და იგივე საკანში. ჩემი ძმა 9 თვის განმავლობაში ვერ გადმოვაყვანებ, თხოვდი ხან ისე ხან, 9 თვის განმავლობაში ერთადაც არ ჩაგვროს ერთ საკანში. სალსაკის საკანში გამყოფეს. და საკანში რომ ამიყვანეს, მე საკუთარი ხელით ვერ გავიხადე მაისური. ვერ უწევდი კლავებს ისე დონეზე რომ მაისური გამეხადე და ბიჭები მომეხმარდნენ. ისეთი შავი ყოფილი ვარ რომ მე სასაცილოდ გავიხსენებდით ხოლმე ამბებს, ხვდები ხოლმე მე წესიერი ხალხი იყო, იქ ნორმალური ხალხი იყო, ვინც დამხვდა და 2 კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ პრაგულკაზე არ გადიოდა საკანი იმის გამო რომ მე ვერ ფიზიკურად ვერ დავდიოდი. არ შემეძლო სიარული, ისეთი ნაცემი ვიყავი. აი ეს იყო ის მოკლე ისტორია, რაც ჩვენ გადაგვხდა ბატონო. მე-60 საკანში თქვენი აყვანა როდის ხდება პერიოდი ხო არ გახსოვთ 2011 წლის? ზუსტად გეტყვით, იმიტომ რომ ზუსტად 3 დღე ვიყავი ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში, 21-ში დამაკავეს, ეს არის ესე იგი 25, რომ გადამიყვანეს გლდანში და 15 დღე დამავიყავი იმ საკანში, ანუ ივლისი არის. ივლისია უკვე, კი. იცით რატომ კითხეთ, ამასობაში მოქალაქე მოიწერა, გისმენთ ეთყობა, რომ ის ჩაფხუტიანი სავარაუდოდ მე ვიყავიო და პერიოდი აინტერესებს. მე ვიცი იმ კაცის სახელი და გვარი. გასაგებია, შეინახეთ ჯერჯერობით თქვენთვის. ვიცი მე ეს ადამიანი ვინც იყო. კი, ჩვენ ალბათ რომელი სოფლიდან არის ესეც ვიცი. კი, თქვენთან მუშაობა სხვა მიმართულებებზეც რო გავიდეთ. მადლობა, ეს არის 2011 წლის ივლისი. ბატონი ალუდასვამდა შეკითხვას. აი თქვენ ახლა გიყურებთ საზოგადოება. დარწმუნებული ვარ და ისინიც გიყურებენ. ის პატარა კაცები. ან მათი წარმომადგენლები.
და იცით რა მაინტერესებს, აი ალბათ თქვენ ხშირად გაიგებთ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ეს ადამიანები თუ მათი მეხოთბები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კაცო დადგმული იყო, აი რაღაცა ესო კონკრეტულად აი ედუკაძე ახსენეთ ან სხვები, რომ ესო დადგმული იყო, ეს დადგმული სცენებია, თორე ხა სადღაცასო ესე გადაცდომებიო ეხლა ზოგადად შეიძლება ყველგან იყოსო, შეიძლება იყო მაგაზეო ეხლა თავს არ ვდებთო, მაგრამ ეგ ყველაფერიო როგორც ფორმითაც და რასახითაც საზოგადოებამ მიხილაო, რაც ეხლა თქვენ მოყევით და რაც უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოიარა, ეს ყველაფერი დადგმული იყო. ეს გაგიგია თქვენც ალბათ. ბუნებრივია. რას უპასუხებდით მათ? ეს კითხვა მექნება და თქვენი დრო რო დავზოგო და საზოგადოების ასევე და კიდე მექნება ეგეთი კითხვა თქვენთან, რომ აი დღეს უყურებთ აი ამ ყველაფერს, რას თქვენ გამოიარეთ, გამოსტილი კაცი ბრძანდებით და თქვენ ყური მომჭერა რომ არ დაუთმობთო ამ ქვეყანას პირდაპირ ასე უთხარით, დიახ. არ დაუთმობთო. აი ხა დღეს ეს ადამიანები კვლავ ცდილობენ რომ აი ამ ქვეყანას დაეპატრონონ. აი რასაც ეხა თქვენ ბრძანებდით რომ ვიდეოს იღებდნენ და დარწმუნებული ვარ რომ ესენი უყურებდნენ. აი ეს ხალხი დღესაც ცდილობენ რომ დაეპატრონონ ქვეყანას. შეიძლება ზოგადად რომ ცხოვრებაში ხდება რომ მაგალითად სავლე პავლეც იქცეს. ხდება ასეთი რამე, რა თქმა უნდა ცხოვრებაში. მაგრამ თქვენ როგორ გონიათ აი თქვენი გამოცდილებით აი დარწმუნებული ვარ რომ თქვენს ასე ვთქვათ თავში დღე არ გავა რომ ეს ასე ვთქვათ მოვლენებმა რაღაც პერიოდულად არ გაირბინოს, ხო? როგორ ფიქრობთ, ეხლა რომ გესმით რომ ეს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით და რა ფორმითაც კარგად ხედავთ, კვლავ ცდილობენ რომ მოვიდნენ. აი შეიძლება რომ დაუშვათ ის ყველაფერი, აი რისთვის უნდა თქვენი აზრით მოსვლა რომ ის ყველაფერი მოინანიონ, კარგები გახდნენ, ეხლა აღარ უნდათ დაუშვათ რომ იმ ასე ვთქვათ წამებლების იარლიყი კონდეთ და რაღაც კარგი დამართონ ამ ქვეყანას. აი თქვენ თავზე პირადად რო გამოსადეთ. აი იმ ადამიანს ვეკითხები. რა უნდათ აი ამ ხალხს აი ამ ქვეყანისგან და თქვენ კონკრეტულად რას მოელით? აი იმისგან რომ გამორიცხული არის ჯერ ყველას მინდა უთხრა რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება და პირდაპირ ვაცხადებ არაერთჯერ სხვათა შორის მრავალი წელია რომ ყველანაირად მე პირადად და ბევრი ამ ქვეყანაში არ დაუშვებთ რომ ეს ბოროტება დაბრუნდეს. ეს ბოროტება თქვენ პირადად რისი მოლოდინი გაქვთ? მადლობა. კი ბატონო, ბუნებრივია ვხედავ და კიდე გითხრა გიმეორებთ რომ ბევრი ამ მათგანს პირადად ვიცნობ, ბევრი მათგანი პირადად მინახიას ასე ვთქვათ სამსახურში და შემდეგ. მე არ მჯერა სიმართლე გითხრათ რომ ადამიანმა ყოველ შემთხვევაში მონანიების გარეშე შეიცვალოს. ეს გამორიცხულია ხო ფაქტი. მე მაგათი მონანიება ვერ ვნახე ვერაფერში აბსოლუტურად. მე ცხინვალში დაბადებული გაზრდილი ადამიანი ვარ, კიდევ ვიმეორებ, ვერც ახალ გორის მიერთების საკითხი კონსტიტუციურად და რატომაც მე 2008 წელი რომ მოხდა და აბსოლუტურად ლეგიტიმურობა თითქმის ისევ იმ ჩარჩოებში ჩასვა. სააკაშვილმა ესეთ შეგნებული გადაწყვეტილება იყო დარწმუნებული ვარ და შეთანხმებული იყო ამ ქვეყნის მტრებთან, ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ის რომ ეგენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. მაგის გარანტიას მე ვაძლევ და ჩემი ხუთი შვილი, რომელიცაც მე ვზრდი და ზუსტად ისევე მოემსახურებიან ის ჩემი შვილები ამ ქვეყანას როგორც მე ვემსახურები, გულწრფელად და ყოველგვარი ანგარების გარეშე. ესე ემსახურებოდნენ ჩემი წინაპრები და მეც ესე ვაგრძელებ და ჩემი შვილებიც ესე გააგრძელებენ. ვერასდროს ვერ დაბრუნდება. მაგის ილუზია ნუ ექნებათ და ერთსაც დავამატებდი რომ ნამეტანი რბილად ვექცევით ხშირ შემთხვევაში და ალბათ ამან გაათამამა ესენი რა. მე მიუუტევე პირადად ჩემი ვინც მეძვლები დამანტვრია, მე მიუუტევე აგერ ხმამაღლა ვამბობ საზოგადოებაში, მე მიმპატიებია ეს, მაგრამ ჩემი ქვეყნის აუხრებას, ჩემი შვილების მომავალს დამხრებას ვერავის ვერ ვაპატიებ, გამორიცხული თემა რა. თუ ჭკუას მოეგებიან, მათთვის იქნება უკეთესი. თუ არა და ჩემის თანაბიჭები ამ ქვეყანაში კიდე ბევრია და გავცემ საკადრის პასუხს ნებისმიერ დროს. და ქალებიც. კი ბატონო. ბატონო ლევან, თუ კითხვები ბატონი ილია, თქვენ გნებავდეთ კითხვის დასმა, თუ დასვით უკვე. კითხეთ, თქვენ გნებავდეთ და ბატონ სოზარს და შემდეგ აღარ მოგაცდეთ.
ბატონ ლევან. თქვენ დიდი გამოცდილება და სამუშაო გაქვთ ჩაწერებული ძალოვნებში მუშაობის. რომელი წლები იყო ეს და როდის დაიწყეთ პირველი და მე როგორ წლების მიხედვით მაინტერესებს? 96 წელს შევაბარე მე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, თსუ-ში. 97-19 ვიმუშავე შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახურში. მაშინ რეგიონალური სამხარეო ერქვა, ესეთი სამხარეო სამსახური იყო. 2001-ში დავამთავრე უნივერსიტეტი და დიპლომი რო ავიღე. გამომძიებლად თუ დავენიშნეთ, მაშინ ისეთი რო იყო, პირდაპირ მომთხოვეს ისტორიაში და 70 ლარი იყო მაშინ გამომძიებლის ხელფასი და უარი უთხარი. პლუს გარეშე ეს იყო 2000 ესეც შიდა ქართლში. არა, ეს უკვე აქ მაშინ ედუარდ შევარდნაძის დრო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე ვიმუშავე ერთი წელი 2001-2002-ში ვიყავი ადვოკატად ვიმუშავე თემიდაში კერძოს ადვოკატო ბიუროში 2004 მთავარი პროკურატურა 2005 შინაგან საქმეთა სამინისტრო 2006 თავდაცვის სამინისტრო 2006 თავდაცვის სამინისტრო ბოლოს ხო? კი 2005 რა იყო? შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ის რაც თქვენ მოყევით ციხეში აი თუნდაც 99 წლიდან რომ მოვაყოლოთ მაშინ იყო ესეთი ციხე ესეთი დამოკიდებულება ესეთი მიდგომა პატიმრების ანუ ნაციონალური მოძრაობის მოსვლამდე ხო არა მე ეგეთი რამე არ გამიგია მაშინ არის არა რასა მე თვითონ გამომძიებლის თანაშემწედ მუშაობდი 2 წლის განმავლობაში და მქონდა შეხება პატიმრებთანაც შემდეგ მაგრამ არა რასა პირიქით იყო ხოლმე შემთხვევები როცა მოწმეს ან ბრალდებულს რაღაც სანამ ბრალდებულს ვიბარებდით არც მოდიოდნენ და ჩვენ თვითონ გვიწევდა ხოლმე მისვლა ვინ აკადრებდა მაშინ ეგეთ რაღაცას ადამიანს აი ეს რეალობა რაც ციხეში იყო რასაც ყველა მოსული ხაზს უსვავს და ამ უბედურებას დიდი ტკივილით იხსენებს რომელ წელში დაიწყო ფიქრობ ვიცი რა მე პირადად 2011-ში გამოვცადე ეს საკუთარ მანამდე გვესმოდა ჩვენ ხო 5 წლის განმავლობაში 2007 წლიდან 2007 წლიდან როდესაც გადავედით ოპოზიციაში იქიდან მოყოლებული იქიდან იცით თუ იქიდან ვიცი მე იქიდან ვიცი მაგრამ დიდი ალბათობით 2005-ში ეს პრაქტიკა ჰქონდათ მათ ალბათ 2005-ში ალბათ 2005-დან უფრო კი თქვენი მოსაზრება და აქვე დავამატებ არ ვიცი მაგრამ მაინც უნდა ვთქვა გულში ვერ შევინახავ ქართელი ვარ და პირდაპირ უნდა ვთქვა საზოგადოებამ რო არ ნახა ის კასრების თემა მე ვფიქრობ ესეც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ლოიალური ნაბიჯი მათ მიმართ შეიძლება ჩემი არ დაიჯეროს ვიღაცამ ვინც მიცნობს კი იციან რომ თulis არ ვიტყვი არასდროს მაგრამ საკუთარი თვალით დანახი ჯობია რასაც ის ხალხი ჩადიოდა და ის ხო ვიცით ჩვენ რაც იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს ყველას თავისი სასწორია და ყველა თავისებურად წონის და თუნდაც ეგ ფაქტიც მაგასაც აქვს რაღაცა პასუხი რომელიც რაღაც ლოგიკაში ჯდება კი ბატონო როცა გაიგეთ ეს 2006-ში თქვენი რეაქცია რა იყო? რომ ციხის ესეთი მიდგომა შეიცვალა ადამიანებს აწამებდნენ, უბედურ დღეში აგდებდნენ, გონებას ართმევდნენ, ნათესავებზე აშინებდნენ და ასე შემდეგ. თქვენ ამ დროს მაინც მუშაობდით შირსოსში. 2006-ში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი უკვე. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდით. ვინმესთან ქონდათ ამის, აი უზიარებდით ამ ამბავს, ვინმეს ქონდა ამის გარშემო საუბარი. იცით რა, არა. მე ეს ჩემი ვარაუდი იყო, რომ 2005-დან ალბათ დაიწყებოდა, იმიტომ რომ თვითონ უკვე შიგნით ერთმანეთში დაიწყეს, ანუ აი 2-3 წელი ხო მუშაობდნენ, მე უკვე გამოვიდა უკვე. ერთმანეთში ქონდათ უკვე ძალაუფლების გადანაწილების ცდილობა, ერთმანეთს დაბრალება და ასე შემდეგ. მე რა მნიშვნელობა აქვს ციხეში იქნებოდა თუ ქუჩაში იქნებოდა ამ ადამიანებმა ფაქტიურად დაიწყეს ქართველი კაცის შეცვლა მოინდომეს ჩემი მოქალაქეა ის მე რა რო დაშავ მე ჩემთან იყო ჩემ საკანში ის და ბავშვი დაიჭირეს ჯართი მოიპარა რა ერთი მილი ჯართის მოიპარა
აბანოში რო შევყავდით ხოლმე, აბანოში ისეთი იყო, იქ მოსასმენი აპარატო არ იყო. და მე კიდე დამავიზრდა ყველაფერს ვერ გაიხსენებ. აბანოში რას გუშვებოდნენ ხოლმე? ზამთარში ცივწყალს მოუშვებდნენ, სულ 5 წუთი ქონდა გახტიან, ჩაცმიან, ბანაობიანად. ზამთარში ცივწყალს მოუშვებდნენ, ზაფხულში ისე ცხელ წყალს მოუშვებდნენ, აი ესე შევარდა და გამოვარდით ბანაობდით ხოლმე რა, ანუ ვერ დაუდგებოდი წყალს ქვეშ. ეს ბავშვი მოვარდა ჩემთან. ჯართი მოიპარა, დაიჭირეს, ის სიგულის რაღაც 30 ლარის ირებულების ჯართი. რამდენი წლის იქნებოდა დაახლოებით? ეს იყო 18-19 წლის მეტი არა. და მომოვარდა აბანოში და გეხვეწებიო, ჩემ გვერდზე არაფერი თქვაო რა. ანუ კამერაში თუ კი ვიმეზე ხელი მიუძდებოდათ, რომ აბა რას ამბობს ყველას გადაკეთება მოინდობეს ქართული ადამიანის მაგას ამბობ. ანუ ყველაფერში ერეოდნენ ადამიანს სულიერად ანადგურებდნენ. ფიზიკური განადგურების გარდა კიდე სულიერად ანადგურებდნენ და ბუნებრივია ამისატანა ჩემთვის და ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შეუძლებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, ვინც ამას ჩადიოდნენ, შეიძლება შეიცვალონ როდესმე ან წერა გითქვით, მაინც მონანიების ყველაზე ბუნებრივია ვერ დაუდებ თავს, მაგრამ არის აი ის ადამიანები, ვინც ამას უკვეთავდა, მე ვფიქრობ, რომ შეიცვლებიან. ვინც უშუალოდ ახორციელებდა, შეიძლება იმან მოინანიოს ყველაზე მაგრამ შემკვეთი, რომელიც განზრახ აკეთებს ამას და განზრახვა მოგეხსენებათ, ეს არ არის ერთდღიანი რაღაც შეგნებულად განიზრახეს, კიდევ ვიმეორებ, ქართველი კაცის და ქართველი გენის გადაშება და გადაშენება. ის როგორ შეიძლება რომ შეიცვალოს, როდესაც განზრახ დამკვეთია ესეთი უბედურები, რაც ქვეყანაში ხდებოდა. და ხო ვიცით ხალხო აქ, ახალგაზრდებმა არიციან ზოგი მაშინ მის მერე დაიბადა, მაგრამ სტატისტიკა ხო არსებობს, არა დღევანდელი სამყაროში მით უმეტეს ციფრულ სამყაროში ამის ინფორმაციის ნაკლებობა არ არის. 300,000 პატიმარზე გვაქვს საუბარი, ხო? 3 მილიონი ნირში. ყველა ოჯახს ყავდა, ყველას ყავდა ახლობელი ნათესავი მეგობარი, ვინც საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი. საათები ქონდა. კამერებში, საკნებში ქონდათ გამოკრული ცხრილი. ესე რომ ამადამ საათზე შემოვალთ და გცემთ. მარტო მაგას უყურე რა, როგორია. რომ საათს უყურებ, აი ამ დროს უნდა შემოვიდნენ და გცემო. სხვათა შორის ამის შესახებ ბოდიში ბატონო ილია ერთმა მოქალაქემ წერილი მოიწერა და რომ წერს თხრობაში ამბობს ასეთ რამეს, რომ იყო ერთი კაციო, რომელიც ციხეში გავიცანიო. ერთ საკანში არ ყოფილვართ, უბრალოდ ცემებზე ერთად დავყავდითო და იქ გავიცანიო. ხლა ეს ტრაგიკულად სასაცილო ფრაზაა, რომელიც მან ასე თქვა, რომ ეს კაცი მე ციხეში გავიცანი, ერთ საკანში არ ვიყავით, ცემებზე ერთად დავყავდითო. აი მცხრილის მიხედვით, რომელზეც ასე იყო ზუსტად. ბოდიში ბატონო ილია გაგაწყვეტინეთ. დავამთავრე ფაქტობრივად აი ეს მინდოდა გამეზუსტებინა, მადლობა მინდა მოგიხადოთ. მადლობა ბატონი სოზარი შეაჯამებს, შემდეგ თქვენ თუ გნებავთ რაიმეს თქვა ბატონო ლევან და დაგემშვიდობებით. შეჯამების განთავშება უბრალოდ ერთი მოკლე კითხვა მინდა დავსვა. ლერი ბერიტაშვილი იყო თქვენამდე, რომელიც ყვებოდა როგორ დაამოხსნեն ოჯახის წევრებით და თქვენთან ხო არ ყოფილა, თქვენ დაპატიმრებული, თქვენ ძმა დაპატიმრებული და კიდე ოჯახის წევრებზე ხო არ ყოფილა რამე უკრა? პირადად ჩემთან არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოჯახს არაფერს დაუთმოდი. ჩვენ გაწირული ყავდა ოჯახები. აი ამ ქვეყნის გულისთვის, ამ მიწა-წყლის გულისთვის, მართლა გავწირე ოჯახი, მართალი იყო, ტყვილი იყო, სწორი იყო, თუ არ იყო, მაგას აღარ ვბრძილობ, მაგრამ არ ყოფილა, მაგრამ მე ბევრი მეგობარი მყავს. კოჩა კაკოიშვილი მაგალითად 2 კვირის განმავლობაში დაიჭირეს, ადამიანის აბსოლუტურად შიშველი იყო, თეთრწყაროს დროებით მოთავსების იზოლატორში. წყალს ასხავდნენ, ისე ასულიერებდნენ, რომ კიდე გაიგზელებინათ ცემა, იმასაც ემუქრებოდნენ მეუღლის დაჭერით. ფრიდონ მერებაშვილი, პირადად მაგას შვილის დაჭერით. ბევრი ადამიანი ვიცი, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად აი 2007 წლიდან ყოველთვის სანამ დამიჭირეს 2011-მდე ყველგან ვიყავი და ყველასთან ვიყავი ჭირშიც და ლხიშიც. იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ რეჟიმის წინამდე გვიბრძოდით. ანუ ძალიან ბევრს ემუქრებოდნენ, კი ბუნებრივია. პირადად ჩემთან არ ყოფილა ტყუილს არ ვიტყვი. ბატონო ლევან, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ გასწიეთ. მიხეილ სააკაშვილის და მისი, როგორც თქვენ უწოდეთ, ხროვის წინააღმდეგ. თითოეული ადამიანის წვლილი არის ფასდაუდებელი ამ ბრძოლაში.
არაერთი მათგანი ვერ მოესწრო ხელისუფლების ცვლილებას სამწუხაროდ. ან შემდეგ გარდაიცვალა მალევე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ასევე წინა რეჟიმის ბრალი იყო და მათი ვითომ საქმიანობის შედეგი, სინამდვილეში დანაშაულების შედეგი, ამიტომ დიდი მადლობა თქვენს ოჯახს. და იმედი მექნება, რომ ჩვენ დაგვთანხმდებით, სანამ კომისია მუშაობს, რომ კონსულტაცია გაგვიწიოთ, იმიტომ რომ აი თქვენი ერთი მონათხრობის პარალელურად რამდენიმე ყოფილი პატიმრის შეტყობინება შემოვიდა, რომ სავარაუდოდ იმ პერიოდში იყვნენ გლდანის ციხეში და ჩვენ დაგვჭირდება თქვენთან მუშაობის გაგრძელება. ნებისმიერ დროს მადლობა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. არ გაგზავნდებოდეთ. ნახვამდის.